აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს შეხვდა, რომელმაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის ომით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები. ასევე აფხაზეთში არსებული მართლმადიდებლური ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მსოფლიო პატრიარქს დევნილი ბავშვების მხარდაჭერისთვის და კუნძულ ქინალიადაზე საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში მათი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერით საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი ყოველწლიურად იმართება. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი და მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტი და სტამბოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი ილია ჯინჯოლავა ესწრებოდნენ. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან ბართლომე პირველთან, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მსოფლიო პატრიარქმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა. ჩვენ მადლობას უხდით მას გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც უკავშირდება დევნილ მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა სტამბოლში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ჯინჭარაძესა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს პირველს შორის. მსოფლიო პატრიარქმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა, ასევე მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა გაიცვალათ მოსაზრებები.